დღევანდელ ვიდეოში გავარკვევთ, რომელი სპორტის სახეობა ყველაზე სახიფათო, რომელი სპორტის სახეობის დროს შეუძლია ადამიანმა მიიღოს სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები და რომელი სპორტია საერთოდ ასაკრძალი ჩემი პირადი აზრით. შევქმნით პატარა tier lists, აი აქ არის tier list-ი, სადაც შევიყვანთ ამ სპორტის სახეობებს და იმის მიხედვით დავახარისხებთ, რამდენად სახიფათოა ეს სპორტის სახეობა და რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის. მოდი პირველი დავიწყოთ ყველაზე პოპულარულით, ფეხბურთით და ფეხბურთს მოვათავსებდი საშუალოდ სახიფათო სპორტის სახეობებში. ფეხბურთის დროს ხშირია ტრავმები, მაგალითად მუხლის მიდამოში, რადგან ეს როტაციული მოქმედებები, ორთაბრძოლები, უცებ გაჩერება, უცებ გაქცევა, ეს ყველაფერი არის სტრესი, რა თქმა უნდა, როგორც მუხლებისთვის, ასევე კოჭწვივის სახსრისთვის. კლასიკური შემთხვევები, როდესაც ფეხბურთზე ვფიქრობთ, არის ჯვარედინი იოგის გაწყვეტა, რომელიც აკავშირებს წვივისა და ბარძაყის ძვლებს ერთმანეთთან, ასევე მენისკის დაზიანება, რომელიც მუხლის სახსარში გადამწყვეტ როლს თამაშობს და რა თქმა უნდა თავის ტრავმები, როდესაც ორთაბრძოლაში ხდება ხოლმე ფეხბურთელებს შორის შეჯახება, მაშინაც ძიმე ფორმის ტვინის შეკრება შეიძლება მიიღოს ფეხბურთელმა. აი ესეთ ორთაბრძოლებს გულისხმობდი და ფეხის თავში მოხვედრაზე საერთოდ არ მიფიქრია. ეხლა შეიძლება ვაფშე ზემოთ გადავწიო უფრო სახიფათო სპორტის სახეობებში. ტვინის შერყევის გარდა შეიძლება ჩვეულებრივად ხალატვინის ტრავმა მიიღოს ფეხბურთელმა ამ დროს და საკმაოდ დიდი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას. შემდეგ იქნება MMA, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს საკმაოდ სახიფათო სპორტია, მაგრამ ეხლა რომ ნახავთ რა ტრავმები შეუძლია მიიღოს ადამიანმა ამ სპორტის განმავლობაში, ჩემი აზრით უფრო დაგაფიქრებთ, რამხელა რისკზე მიდიან ეს სპორტსმენები. ჩვეულებრივი ლეგ-კიქები, ხელებით დარტყმები, რომ დაბეჟილობას და სხვადასხვა მოტეხილობების მიღების რისკს ზრდის, ამას ალბათ ჩემი თქმა არ ჭირდება, მაგრამ აი განსაკუთრებით ნოკაუტების დროს იზრდება თავის ტვინის დაზიანების და ხალატვინის ტრავმის მიღების რისკი, რადგან წარმოიდგინეთ, აი ეხლაც დარტყმის დროს წარმოიდგინეთ, იმხელა ინერციით ხვდება თავს ხელი ან ფეხი, რომ თავის ტვინი თავის ქალას შიგნით იმხელა ინერციით ირხევა, რომ ადამიანი გონებას კარგავს რამდენიმე წამის განმავლობაში. აი განსაკუთრებით რთულია ხოლმე უკვე ადამიანი გონებას რომ კარგავს და სანამ საჯი გააჩერებს, ნახევრად გონება დაკარგულ მებრძოლს, რომ ესე ზემოდან რომ უტყავენ უკვე, რომელსაც დაცვა აღარ შეუძლია თავისი თავის, აი მაშინ რა თქმა უნდა უფრო გაცილებით იზრდება ტრავმის მიღების რისკი, რადგან ადამიანი ფაქტობრივად დაუცველია. MMA-ს მე ალბათ ჩავსვამდი ძალიან სახიფათო სპორტის სახეობებში, რადგან ამ დროს არა მხოლოდ თავის ტრავმების მიყენება შეიძლება, როგორც მაგალითად ბოქსის დროს ან ზედა კორპუსში ტრავმების მიყენება, არამედ მთელი ორგანიზმი ჩართულია და ამ ჩართულობის დროს შეიძლება მაგალითად როგორც კისრის მალების დაზიანება მიიღოს ადამიანმა, მაგალითად მაშინ, როდესაც მებრძოლი ჩოუქს აკეთებს, ასევე ძალიან ხშირია სახის არეში სახის ძვლის მოტეხილობები, როგორც არის მაგალითად ყრიმალის, თვალბუდის ყბის მოტეხილობები, არ ვიცი ნახეთ თუ არა, ჩიმაევის და ვიტეკერის ბრძოლა, როდესაც ჩიმაევმა ფაქტობრივად ქვედა ყბის წინა მხარე მთლიანად მოტეხა ვიტეკერს, მაშინ როდესაც ასაბმითებდა, საოცრად რთული დაზიანებაა და წარმოიდგინეთ, ამის მერე ადამიანს უწევს თვეების განმავლობაში ფიქსატორში კონდეს ქვედა ყბა და ნორმალურად ვერც კი იკვებება ადამიანი ამ თვეების განმავლობაში და უწევს პიურირებული და ასე ვთქვათ, გათხელებული საჭმლის მიღება. შემდეგი არის ძიუდო და ნახოთ ეხლა ვიდეოების მიხედვით, ისედაც მაქვს წარმოდგენა ამ სპორტზე, მაგრამ ესეც შეიძლება საკმაოდ ტრამული აღმოჩნდეს, მაგრამ MMA-სთან შედარებით, ჩემი აზრით უფრო ნაკლებად სახიფათო სპორტია. ეს ყველაფერი ხდება არა ხელჩართული ბრძოლით, არამედ უფრო წაქცევით, რა დროსაც რა თქმა უნდა შეიძლება ადამიანმა მიიღოს კისრის ტრავმა, ხელის ამოვარდნილობა, მოტეხილობა. აი ამ დროს ვამბობ, როდესაც კისერი თავისუფალია და შეიძლება ადამიანი პირდაპირ კისრით დაეცეს და მიიღოს მაგალითად კისრის მალების ტრავმა. ეს რა თქმა უნდა ძალიან სახიფათოა და შეიძლება ადამიანი ჩვეულებრივად პარალიზებული დარჩეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა ვფიქრობ, გაცილებით უფრო იშვიათია და უფრო ნაკლებად ტრავმულია, ვიდრე მაგალითად MMA, როგორც უკვე აღვნიშნე. ამიტომ მე ძიუდოს მივცემდი, ასე ვთქვათ, საშუალოდ სახიფათო სპორტის სახეობების სტატუსს. თუ ვინმე არ მეთანხმებით, დაწერეთ კომენტარებში, თქვენ რას ფიქრობთ ამ სპორტის სახეობების შესახებ და თუ რომელიმე სპორტის სახეობა განსაკუთრებით გაინტერესებს, დააკომენტარეთ და თუ შეგროვდება საკმარისი რაოდენობა, მეორე ნაწილსაც ჩავწერ ამ ვიდეოსი. შემდეგი
შემდეგი იქნება ბოდიბილდინგი, რადგან მე თვითონაც ძალიან აქტიურად ვარჯიშობ, მიყვარს ფიტნესი და ზოგადად ეს სფერო. ბოდიბილდინგზე მოგიყვებით, რამდენად საფრთხე შეიძლება იყოს ამ სპორტში პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობა. მე ამ ადამიანებს დიდ პატივს ვცემ იმის გამო, რომ ისინი თავის ნებისყოფას, ენერგიას და მთელ ცხოვრებას უძღვნიან სპორტს და იმ შედეგს, რა შედეგისთვისაც მთელი ცხოვრება ვარჯიშობენ და ემზადებიან. ამ ყველაფერს სჭირდება რკინის მოთმინება, ნერვები, რომ ეს ყველაფერი გააკეთო პროფესიონალურ დონეზე და რაც თავარია თავგანწირვა, იმიტომ რომ ეს ადამიანები თავისი ცხოვრების წლებს წირავენ იმისთვის, რომ თავის საყვარელ სპორტში და საქმეში იყვნენ წარმატებულები. თუმცა რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, არის ბნელი მხარე ბოდიბილდინგის, რასაც სტეროიდები ქვია და ის ეფექტები, რასაც სტეროიდები იწვევენ. მოკლედ, საიდან დავიწყო არ ვიცი, ხელოვნურად სტეროიდების გარედან მიღება, მაშინ როდესაც ორგანიზმს ეს არ ჭირდება ბუნებრივად, იწვევს პირველ რიგში ცუდი ქოლესტერინის, ანუ LDL ქოლესტერინის დონის მომატებას, რაც შემდეგ უკავშირდება ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიც არის მაგალითად გულის ინფარქტი ან თავის ტვინის ინსულტი. ამასთან სტეროიდები მოქმედებენ უშუალოდ გულის კუნთზეც და იწვევენ გულის კუნთის ჰიპერტროფიას, ანუ გადიდებას, ასე ვთქვათ, ამ კუნთის, რაც ერთი შეხედვით შეიძლება არც თუ ისე კრიტიკულად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში, როდესაც გულის კუნთი დიდდება ზომაზე მეტად, მაშინ მცირდება გულის შიგნით კამერების მოცულობა, ანუ სადაც სისხლი მიედინება და საიდანაც უნდა გადატუმბოს გულმა ეს სისხლი. ამასთან ერთად სტეროიდების რეგულარულად მიღებისას არტერიული წნევა იწევს და დგება რისკი ქრონიკული ჰიპერტონიის. მარტო ეს რომ არ იყოს, სტეროიდები ტვირთავენ ასევე ღვიძლს, იწვევენ ღვიძლის ანთებას, რასაც ჰეპატიტი ჰქვია. შეიძლება ქოლესტაზი გამოიწვიონ, შეიძლება სხვადასხვა ფორმის ცისტები და კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი სიმსივნეების ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი. მოკლედ ყველაფერს დეტალურად რომ არ ჩავყვეთ და ეს ვიდეო მხოლოდ ამ ყველაფერზე რომ არ გამოგვივიდეს, ჩემი პირდაპირ მესიჯი იქნება, განსაკუთრებით თინეიჯერებს მიმართავ, აუცილებლად მოერიდეთ მსგავს ჩარევას თქვენს ორგანიზმში. ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და რომლებიც უძღვნიან ამ სპორტს თავს, ჯერა რომ მათ გააზრებული აქვთ ეს ყველა უარყოფითი მხარე სტეროიდების მიღების, გაუაზრებლად მიღებული სტეროიდები, ჩემი აზრით, უდიდესი შეცდომაა. აი, სად ჩავსვათ ახლა ბოდიბილდინგი? იქიდან გამომდინარე, რომ ნატურალ ბოდიბილდინგიც არსებობს. ჩავსვათი ბოდიბილდინგს ნაკლებად სახიფათოში. შემდეგი სპორტის სახეობა იქნება ფორმულა 1, რომელსაც ამ ბოლო დროს საკმაოდ დავინტერესდი. ფორმულა 1 დროთა განმავლობაში ძალიან შეიცვალა. აი ახლა რასაც უყურებთ, ეს არის ალბათ დაახლოებით 2000-იანი წლები, 2001 წელი. მაშინ ჯერ კიდევ ხდებოდა ისეთი ფატალური შემთხვევები, როდესაც მბოლელების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინდუსტრიაში არის წარმოუდგენლად დიდი ფინანსები და მუშაობენ, რა თქმა უნდა, მბოლელების უსაფრთხოებაზე, მაინც იმხელა სიჩქარით ხდება გადაადგილება და იმდენად დიდი გადატვირთვის ქვეშ არის მბოლელი, როდესაც 300 კმ/სთ უწევს რაღაცასთან შეჯახება, რომ სრულებით დაცული რომ იყოს, მაინც დიდი საფრთხის ქვეშ არის. ამ დროს შეიძლება განვითარდეს ისეთი ტრავმა, რასაც ქვია მაგალითად დიფუზური აქსონური ტრავმა, რა დროსაც არა უშუალოდ მექანიკური მოქმედების შედეგად ზიანდება ტვინი, არამედ ნერვული ქსოვილი ზიანდება სწორედ ამ გადატვირთვის შედეგად. ანუ როდესაც ესეთ მაღალ სიჩქარეზე მოძრავი სხეული უცებ გაჩერდება, ამ დროს რა თქმა უნდა ეს ინერცია გადადის შინაგან ორგანოებზე და მათ შორის თავის ტვინზე, სადაც ეს აქსონები, რომლებიც არის ნერვული უჯრედების ბოჭკოები, ეს ბოჭკოები ზიანდება, თუმცა ამის პირდაპირ ამოცნობა ადამიანს მაგალითად როგორც სისხლდენის, ესე არ შეუძლია, ამისთვის სპეციალური კვლევები არსებობს. ფორმულა 1-ს მე მაგალითად ჩავსვამდი სახიფათო სპორტების სახეობაში და შემდეგი სპორტის სახეობა იქნება ძალიან უცნაური და ჩემთვის წარმოუდგენელი სპორტის სახეობა, რომელიც ჩემი პირადი აზრით საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან ეს უბრალოდ სპორტის სახეობა არ არის ჩემი აზრით. Power slapping. ეს არის ჩემი აზრით სპორტის სახეობა, რომელსაც ის ყველაფერი კარგი, რაც საბრძოლო ხელოვნებას აქვს, გამოცლილი აქვს და მხოლოდ დარჩენილია ის ბრუტალური ნაწილი, რაც ხშირ შემთხვევაში მაყურებლისთვისაც არ არის ხომე სასიამოვნო. ჩემი აზრით სრული უაზრობაა და აქ ათლეტიზმიც კი არ ჩანს. აი ამ ერთმანეთთან ესეთი სახით დაპირისპირებაში, არ ვიცი, გაჩერებული ხარ და ელოდები როდის გაგთიშავენ და არაფერი აქვს ჩემი აზრით ამას სპორტთან, ათლეტიზმთან და ფიზიკურ მომზადებასთან საერთო. ამიტომ power slapping-ს გავუშვებთ ძალიან სახიფათოში. აქ დამატებით რო იყოს კატეგორია უაზროდ სახიფათო, დიდი სიამოვნებით გავუშვებდი იქ power slapping-ს. შემდეგი სპორტის სახეობა იქნება რაგბი, რომელიც საქართველოში ასევე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. რაგბიც საკმაოდ სახიფათოა და წარმოიდგინეთ ფეხბურთზე რაც ვილაპარაკე, სხეულის ქვედა ნაწილში, მუხლებზე, კოჭვის სახსარზე დატვირთვა და ასე შემდეგ. მაგ ყველაფერს უნდა დაამატოთ
ასევე ძალიან დიდი კონტაქტური და ინტენსიური სპორტი ორსის ნაწილში, ბევრი შეჯახებები და აქედან გამოწვეული ტრამვები, ისეთები მაგალითად როგორც არის ტვინის შერყევა, ლავიწის მოტეხილობები, როდესაც პირდაპირ შეჯახება ხდება კორპუსით ადამიანთან და აქაც ტიპიურია ისეთი დაზიანებები, როგორც არის მენისკის ან ჯვარედინი იოგების დაზიანება და გაწყვეტა. ამ შეფასებით რაგბის მივუჩენდი მე ალბათ უფრო საშუალოზე უფრო მაღალი რისკის შემცველი სპორტების სტატუსს. შემდეგი ჩვენ სიაში მოდის უკვე მკლავჭიდი, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მკლავჭიდის მომზადებისთვის არსებობს რა თქმა უნდა სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც უფრო გართვლილია მხარზე, წინა მხარზე და მაჯაზე, იმ მოძრაობაზე, რომელიც მკლავჭიდის დროს სრულდება. რა თქმა უნდა გაუხურებლად, როდესაც არაპროფესიონალები მაგალითად სკოლაში ხდებოდა ხოლმე ძალიან ხშირად ეს ხელის გადაწევა სპონტანურად, ამ დროს შეიძლება ჩვეულებრივი მოტეხილობაც მიიღოს ადამიანმა, არათუ მყესოვანი და იოგოვანი აპარატის დაზიანება. შესაბამისად, არაპროფესიონალებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი ხელის გადაწევისგან. რაც შეეხება პროფესიონალებს, ამ შემთხვევაში მკლავჭიდი შედარებით რა თქმა უნდა უფრო დაბალი რისკის შემცველია. მე მაგალითად მკლავჭიდს მივუჩენდი ადგილს უფრო ნაკლებად სახიფათო სპორტის სახეობებში, აი აქ უსაფრთხო კატეგორია გვრჩება რატომღაც ცარიელი ჯერჯერობით. შემდეგი არის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი სპორტის სახეობა, ეს არის ცურვა, რომელიც ალბათ უფრო ყველაზე მეტად მოითხოვს ათლეტიზმს, რადგან ოლიმპიურ მოცურავეებს უწევთ თვეობით იმაზე მუშაობა, რომ თავიანთი შედეგი ერთი წამით მაინც გააუმჯობესონ და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ყოველ დღე, ზოგიერთი ოლიმპიელის შემთხვევაში კი მაგალითად როგორც მაიკლ ფელპსი იყო, დღეში ორჯერაც კი ვარჯის წლობით, რადგან თავისი ის შედეგი მიიღონ, რა შედეგსაც ისინი ოლიმპიადაზე აფიქსირებენ. თუმცა რაც შეეხება საფრთხეს, მე ვიტყოდი რომ ცურვა ყველაზე უფრო უსაფრთხოა, რა თქმა უნდა ვარჯიშის დროს და მომზადების პერიოდში ადამიანმა შეიძლება ბევრი ტრავმა მიიღოს, ასევე ცურვის დროსაც, რადგან ცურვა სჭირდება არა მხოლოდ ცურვის ტექნიკის გაუმჯობესება, არამედ ფიზიკური მომზადებაც დარბაზში. ამ სპორტის სახეობას მივუჩენდი უსაფრთხო კატეგორიაში ადგილს. დღეისათვის კი სულ ეს იყო მეგობრებო, აი როგორც ხედავთ, თითქმის ორ-ორი სპორტის სახეობა შევიყვანეთ ყველა კატეგორიაში. დაწერეთ კომენტარებში თუ თქვენ რომელიმე სპორტის სახეობა გამოგჩათ და დაამატებდით, ან რომელიმე სპორტის სახეობის კატეგორიაში თუ არ მეთანხმებით, ისიც დაწერეთ. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.